ევროპის დეგრადაციაზე და დაცემაზე. IPP არის ეს პარტიათა სახალხო პარტია, სადაც სხვადასხვა პარტიები შედიან და საიდუმლო წერილი გამჟღავნდა, სადაც პირდაპირ კომისიას წერენ, ევროკომისიას, რომ თურმე საქართველო არის ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. ეს ამას ამბობენ მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური უწყება, რომელიც შექმნილია დასავლეთი ჩვენი პარტნიორების, ასე ვთქვათ, მიერ მადლობას უხდის სამთავრობას, რომ თავის საქმეს, ანუ სანქციების დაცვას კარგად ახერხებს და აი რატო არ არის დასანქცირებული, როგორ ბელორუსი ხო არის დასანქცირებული და საქართველო რატო არ არის სიცრუეზე შანტაჟზე აგებული წერილი. თან გიჟური არც ერთ ფაქტს არ ეფუძნება. ნედლად ჩვენ მოწმენი ხდებით, რომ ევროსტრუქტურები და ევროგაერთიანებები, მათ შორის პარტიები ემსგავსებიან იმ აკაცუკებს, რომლებიც სამწუხაროდ გიჟებს და სექტანტებს უძახით. მართლა მე ძალიან არ მინდა და არ მინდა რომ გადავაჭარბო, მაგრამ დაახლოებით იგივე, აი მაგალითად გერმანიის ელჩი რომ წავიდა და ჩამოვიდა და ისე აქციაზე მივიდა, ხო? პირდაპირ. ეხო სიგიჟია. მეგობრებო, პოლიტიკაში შემოვიდა აი ფეოდალიზმი. ფეოდალიზმის ლოგიკა რა იყო? რომ შეიძლება საღვთო რომის იმპერია არსებობდეს, მაგრამ იქ იმდენ წინააღმდეგობა იყო, რომ უამრავი ბრძოლა ყოფილა. როდესაც ფორმალურად მისულან და მე უღალატიათ, იმიტომ არ აწყობდათ საერთო გამარჯვება რა, იმიტომ რომ ფეოდალური ლოგიკა. აქ ეხლა ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ საქართველოს თავისი ესე იგი ეკონომიკური ზრდით, თავისი პოზიციების გამყარებით სიამდილეში უნდა ევროკავშირის მიერ აღიქმებოდეს როგორც მისი მთავარი დასაყრდენი რეგიონში და არა სომხეთი, რომელზეც ეს და არა აზერბაიჯანი. და მით უმეტეს არა აზერბაიჯანი. აზერბაიჯანზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაკისტანური სამხედრო ბაზა შეიძლება გაგაცნოს. აბსოლუტურად ახალი მოვლენაა კავკასიაში პაკისტანური სამხედრო ბაზა. მაგრამ აზერბაიჯანი ისრაელთან პაკისტანთან თანამშრომლობენ, აქტიურად თანამშრომლობენ. ხო, მაგრამ ისრაელთან როგორ ახერხებენ? და ამ დროს აი ესე იგი ამ დროს რეგიონში იდეაში ყველაზე ისეთი ურთიერთობა რომ უნდა ქონდეს საქართველოსთან, ჭიდრო ურთიერთობა იმტერებ, იმიტომ რომ რაღაცა შენი პარტიული მოკავშირეები აქვს ნაციონალური მოძრაობა გავს ტიპები, რომლებიც კი გიხდიდნენ შენ ფულს, გაგულავებდნენ, აქ რო ჩამოდიოდნენ, ისეთი ლობირების სისტემა იყო, სერიოზული ლობირების სისტემა იყო. სააკაშვილი ხარჯავდა საკმაოდ დიდ თანხებს მათთან ლობირებაში, ხო ვიცით ყველა. და იმიტომ რომ ეს მოგაკლდა შენ სტრატეგიულ ამოცანებზე ამბობ უარს. ანუ ნახე ვიწრო ბიუროკრატიულ ესე იგი მოთხოვნების გამო რაღაცა ესეთი მერკანტილური მოთხოვნა. ბიუროკრატიული არა. იმ ბიუროკრატია ესე ხო მერკანტილიზმი ხო იმ ბიუროკრატიაში არის ჩაშენებული სინამდვილეში. ხო და უარს ამბობს რეალურ სტრატეგიულ იმას. ამიტომაც მე მაგას ვამბობ რა რომ ევროპას აღარ ყავს კონტინენტური მოაზრონე. აი კონტინენტალური მოაზრონე, რომელიც იფიქრებს ევროპულად, ხვდებით? ის არ ფიქრობს ევროპულად.